და საქართველოსთვის გადამწყვეტი მატჩი. აი აქ განისაზღვრება გავა თუ არა საქართველო მე-16 ფინალში. ამას უკვე გავარკვევთ მალე თამაშის მსვლელობისას. მანამდე გეტყვით, რომ ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი მალე ახლოვდება. ასე რომ დაწერეთ კომენტარებში თქვენ რომელი გუნდის ფანი ხართ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. მეც გეტყვით ჩემს ქვეყანას რომელი გუნდის ფანით ვარ. თუ თქვენ მეტყვით ჯერ, აი რომელი გუნდს გულშემატკივრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე. თუ ისე უყურებთ სიამოვნებისთვის, ეგეც შეგიძლიათ დაწეროთ. მანამდე აი აქ ჩვენ გვაქვს კარგი მომენტი, ოდიშარია გაუყოლა, კარგია ბუაშვილი, ერთი დარტყმა არა. და სამწუხაროდ არ გვაცადეს დარტყმა. და არგენტინელები მოდიან შეტევაზე, დე პაული, ხვიჩა კვარცხელი აქ დაზღვევაზე კარგი იყო. და დე პაული ისევ ბურთით. ალმადას გაუყოლა ბურთი, ენზო ფერნანდესი უნდა გადაურჩეთ და გიორგი ციტაიშვილი აქ ძალიან მაგარი რამე გააკეთა. და ჩაწოდება გადაურჩით და შეტევა კაკაბაძე, ოდიშარია შეტევაში, გაგნიძე და არის 1-0 საქართველო დაწინაურდა. თან ვისთან და არგენტინასთან. საქართველო ახლოსაა მე-16 ფინალთან. და ნახოთ რა მოხდება. და აქ მესი, ლეო მესი რეებს აკეთებს, გადაურჩით. გაგნიძეს წართვეს დარტყმა და სამწუხაროდ ალმადამ გაათანაბრა ანგარიში. და ის რა მოხდა? საშინელება. ასეთი ჩქარი პასუხი არ გვაწყობდა. ბოლომდე არც გახურია გალისპარიში, მაგრამ ხაზი გადაკვეთა ბურთმა. და გაგნიძე, კვერნაძე, აქ აღარაფერი აღარ გამოვიდა. და არგენტინელები არიან ისევ ბურთით, პერეზი, მოლინა, ენზო ფერნანდესი, ალვარესი კარგია გამოვიდან. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგია ბუაშვილი, ლობჟანიძე, კარგია. აქ პასი რო გასრულიყო 90% გოლი იქნება და თუ არა აცელდა და გამოიტანეს. ოდიშარია დარტყა პირდაპირ. არაზუსტი გამოვიდა ეს დარტყმა. ამოარტყა ბურთი და ისევ ქართველები ვართ ბურთით, მაგრამ წაკვართვის არგენტინელებმა. კარგია კვერნაძე დაიბრუნა. და ბუაშვილი არა. გამოაყოლა ხულიან ალვარეზი არა. და ასე მთავრდება საინტერესო პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი იწყება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კიდევ უფრო და აქტუალი შემოვიდა საბას ნაცვლად ხარებას. საქართველები არიან ბურთით, კვერნაძე, ვეღარ შეინარჩუნა კვერნაძემ ბურთი და დავიბრუნეთ ძალიან მალე გაგნიძე, ლობჟანიძე, ვეღარ შეიყოლა.
მოგახსენეთ, რომ ბევრი ფეხბურთელს აქვს ჩვენთან წითელი ბარათი და ან შემდეგ მატჩში, ან შემდეგის შემდეგში მოეხსნებათ ეს წითელის ბარათის ვადა. კარგია აბუაშვილი და რა სიზამს და არყამს და 2-0 0 არა 1 უბრალოდ 2-1 ვაიმე დედა რა კარგია და ბაიერნი PSG-ს თამაში ახლოვდება ვინც გამოიცნობს ზუსტ ანგარიშს პირველი მატჩის, ანუ პირველი ხელის 20 ცარიელი კარი და გაგნიძე 3-1 და ვინც გამოიცნობს პარი სენ-ჟერმენს რომ ბაიერნი ეჯიბრება მაგის ზუსტ ანგარიშს ჩემ ვიდეოშიც მოხდება და რა გუნდებსაც უნდა იმათ შევაჯიბრება. აი მაგალითად მეტყვის რომ ბრაზილია, არგენტინა, საქართველო, პორტუგალია ეგეთი და შევაჯიბრებთ და პირდაპირ ვიდეოში. აი მეტყვის თუ არა იმ დღეს ან მეორე დღეს. კომენტარს წავიკითხავ თუ მეტყვის ანგარიშს და ზუსტად მაგ ანგარიში დაემთხვევა პირველ თამაშს და აქ მესიმ გაგვიტანა გოლი, მაგრამ ანუ ვთქვათ თუ დაწერთ 3-1 და მართლაც პირველი თამაში 3-1 მორჩება, იმას მოვახვედრ ვიდეოში და რაც უნდა იმ ვიდეოსაც გადავიღებ და დავდებ იმ დღესვე ან მეორე დღეს. ასე რომ ჩამოყარეთ ანგარიშები და პლუს რა ქვეყანას გულშემატკივრობთ ან თუ გინდათ არ დაწეროთ. და აქ არგენტინელებმა ანუ მესიმ გაიტანა კვირკველია ლობჟანიძე არა აბუაშვილი დოალი მამაგეიშვილი ლობჟანიძე გაგნიძე ლომინაძე არა ლობჟანიძე უბრალოდ ცოტა მხედველობის პრობლემა მაქვს და აქ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა ხარებაშვილი გაგნიძე მიდის ბურთზე, მაგრამ ვეღარ წავიდა და არგენტინელები სახიფათო შეტევაზე მოვიდნენ და გადავრჩით და გუშინ ავსტრალიას რო შევიჯიბრეთ, ვისაც არ გეყურებიათ, უყურეთ 6-0 გავარდნათ გურდით, მაგრამ აქ არგენტინას ვუგებთ და ისინიც გავლენ პლეი-ოფში. და იმედია ჩვენ არ შეგხვდებიან, ან თუ შეგხვდებიან, უნდა ვეცადოთ რომ შური ვიძიოთ და ესე დებილობა წითელი ბარათები აღარ მივიღოთ. ამიტომ ნახოთ რას გვიჩვენებს მოვლენების განვითარება. აქ უნდა გადაურჩეთ არგენტინელებს. გოლი არ გაგვიტანონ და რა ხდება ჩაწოდა საჯარიმოში. დვალი ამოარტყი სად გადაურჩით აქ გაგვიმართლა თან ძალიან ქულის დაკარგვას და პლეი-ოფში უკვე ახარ გასვლას. აქ 6 ქულა და საქართველოს ნაკრები მე-16 ფინალშია მსოფლიო ჩემპიონატისა. და ზუსტად ეხლა მე თქვენ გაგაცნობთ საქართველო რომელ ქვეყნებს ეჯიბრება. მოკლედ აი ჩვენ გავედით პლეი-ოფში და ეხლა გიტყვით თუ ვის ეჯიბრება. ჩვენ ვეჯიბრებით დანიის ნაკრებს. დანიას ერთხელ უკვე შევეჯიბრეთ, როცა ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდოდით 3-3 დამტევრდა და პენალტების სერიაში მოუგეთ. სლოვაკეთი საუდის არაბეთს ეჯიბრება, მექსიკა პორტუგალიას, ინგლისი ავსტრალიას, სერბეთი ჩეხეთის რესპუბლიკას, ბელგია იაპონია, კანადა ვენესუელა, ნიდერლანდები პარაგვაი, არგენტინა ეკვადორი, შვეიცარია ბრაზილია, შვედეთი ბრაზილია, ტუნისი უკრაინა, ესპანეთი ალბანეთი, ურუგვაი ალჟირი, კოტ-დ'ივუარი ეგვიპტე, პოლონეთი ჩილე, ხორვატია ახალი ზელანდია.